კულტურის სფეროს წარმომადგენლები სალომე ზურაბაშვილის განცხადებას უერთდებიან და აქციების პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ ახალ წლამდე. ისაუბრეს აღნიშნულთან დაკავშირებით ფრონტლაინში შეკრებილებმა და აქცენტი გააკეთეს მიმდინარე აქციებზე და დაგეგმილ აქტივობებზე. აღნიშნა, რომ მთავარ მოთხოვნად რჩება ხელახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთიანი ბრძოლა და ამიტომ ის ერთობები, რომელსაც აქ წარმოვადგენთ, დღესდღეობით არის ფაქტობრივად სიმბოლური და გადასული არის ისეთ რეჟიმში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მიგვიყვანს გამარჯვებამდე. არ შეიძლება იყოს თვით დასახელებული, თვით გამოცხადებული ხელმძღვანელობა, მთავრობა ამ ქვეყნის მმართველობაში. ამისათვის უნდა განხორციელდეს შედგეს ახალი არჩევნები, ამისათვის უნდა იყვნენ განთავისუფლებული პოლიტპატიმრები, რომლებიც არიან ამ რეჟიმის მსხვერპლი ჩვენთან ერთად. ნებისმიერი, ვთქვათ, არ ვიცი, გემოვნების თუ ესთეტიკის მიღმა დგას ის მოთხოვნა, რომელიც გვაქვს 31 დეკემბერი, ახალი წელი, უნდა იყოს ის თარიღი, როცა ეს ადამიანები უკვე იქნებიან ჩვენ გვერდით, იდგებიან ჩვენ ირგვლივ და გავაგრძელებთ ამ საერთო ბრძოლას. გაახილონ თვალი დაინახონ, რომ რუსთაველის პროსპექტზე დგას 200,000 ადამიანი და არა 3,000. რომ დასკვნა შეარჩევნების შესახებ წერია ესა და ეს და არა ის, რაც მათ სურთ, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან პოლიტპატიმრების შემთხვევითობის პრინციპით ზუსტად რა ძალიან სწორედ აღნიშნეთ და არა რაღაცა გეგმის ნაწილები. არა აქვს ქართულ ოცნებას ის მასშტაბი, რომლითაც შეუძლია ეს დეზინფორმაცია შექმნას და გააგრძელოს და განავითაროს. მუსიკა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საუკუნეების განმავლობაში ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობაში და დღეს ის განაგრძობს ამავე როლის შესრულებას. ჩვენ ვხედავთ უკვე არა მუსიკოსებს, რომლებიც ხელში დაიჭირეს, დაიკავეს სხვადასხვა საკრავები იმისათვის, რომ მათ შორის მუსიკის საშუალებით გამოხატონ პროტესტი. როგორც მუსიკოსი, რიგითი მუსიკოსი, სხვა მუსიკოსები სახელით ვუერთდები საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნას. პირველ რიგში განთავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და შემდეგ უკვე დაინიშნოს ახალი არჩევნები.